სალომე გოგიაშვილის და მისი მეუღლის, ვახო ნიკოლაიშვილისა და ყოფილი მოდელის ლიკა შენგელიას გარშევო დიდი ხანია საზოგადოების განხილვის ქვეშ მოექცა. ცოტა ხნის წინ სალომე გოგიაშვილმა ფარული ჩანაწერის მცირე მონაკვეთი გამოაქვეყნა. სალომეს განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ლიკა შენგელიას მხრიდან დაუსრულებელი ცილისწამებისა და შანტაჟის შესაჩერებლად მიიღო. მისივე განმარტებით, ამ ჩანაწერით შენგელიას ამხელს ტყუილში და სურს, რომ ამ თემაზე საჯაროდ საუბარი აღარ გაგრძელდეს, რადგან მას საჩივარი პოლიციაში უკვე შეტანილი აქვს და ელოდება რეაგირებას. სალომემ სოციალურ ქსელში საზოგადოების კითხვებს უპასუხა. 4 შვილი მყავს, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ იმისთვის, რომ დეპრესიულს მიყორონ, მაგრამ გულში სხვა რამეა. მე უკვე ბედნიერი ვარ, იმდენი ხართ. ჩემს შვილებს რაც შეეხება, თუ ჩემი ამდენი სირთულის გადალახვით ღმერთი მათ აარიდებს ცხოვრებისეულ პრობლემებს, მზად ვარ ყველაფერი კიდევ მილიონჯერ გავიარო, ოღონდ ესენი იყვნენ ბედნიერები. ხალხს უნდა მოსმენა თუ როგორ ვლანძღავ ვახოს, მაგრამ სწორად გამიგეთ, მე ბიჭები მყავს, რომლებსაც ის ძალიან უყვართ და ვახოსაც ასევე. ისიც საკმარისია, რომ ჩვენ დავიშალეთ, პასუხობს სალომე გოგიაშვილი.